რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმეთში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე ბელექანჩაი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი სოფელ ერისიმეთში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტექნიკა. ინტენსიურად მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები. წუხელ ღამით უხვად მოსულმა ნალექმა სიღნაღის მუნიციპალიტეტ ერისიმეთში აადიდა მდინარე ბელექანჩაი და მდინარის გადმოვარდნის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სავარგულები. შესაბამისად მუშაობენ სამაშველო სამსახურები და ჩვენ ვიგეგმებით იმისათვის, რომ განვახორციელოთ გარკვეული სამუშაოების დაგეგმა სამომავლო პრევენციის მიზნით. მერიის სამსახურები ადგილზე ვართ, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ზარალის დადგენის პროცედურები, აღწერა, თითოეულ ოჯახთან უშუალო კომუნიკაცია, კონტაქტი, დათვალიერება. შესაბამისად ტექნიკაც ადგილზე არის, რაღაცა დამბებით შედარებით მეტნაკლებად გავამაგრეთ.